მოგესალმებით ეთერშია დღის ამბები, მე გახლავართ ჟურნალისტი ჯემალ ყამბაშიძე. Ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ცენტრის სენაკის აბაშისა და იმერეთის ჯგუფის უფროსი გიორგი მიმინაშვილი. ბატონო გიორგი, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და რა გამოწვევებია? მოგეხსენებათ, აზიური ფაროსანა გასულ წლებთან შედარებით მიმდინარე წელსაც ძალიან დიდ გამოწვევას და პრობლემას წარმოადგენს. Ამ ფაქტიდან გამომდინარე, სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრი მიმდინარე წელსაც ინტენსიურად აგრძელებს მავნებლის მიმართებაში საპროვინციო ღონისძიებებს. ჯერ კიდევ მოზამთრე ფაზაში მიმდინარეობს მავნებელთან ბრძოლა ჩვენი სპეციალისტების მონიტორინგის მიმართულებით. პირველ ეტაპზე ტემპერატურის მატებასთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტსა თუ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს მონიტორინგის ხაფანგების განთავსება, შემდეგ უკვე მონიტორინგის საფუძველზე თავსდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბიდან გამომდინარე მოიზიდა და გაანადგურეს სადგურები. პირველ ეტაპზე წამლობაში ერთვება წერტილოვანი წამლობა, რის მეშვეობითაც ეს მოიზიდა და გაანადგურეს სადგურები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იწამლება. შემდეგ უკვე ტემპერატურის მატებასთან ერთად საქმეში ერთვება მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყის მიმდებარე პერიმეტრისა და ჯაგნარების შეწამლა. შემდეგ უკვე მავნებლის პოპულაციიდან გამომდინარე საქმეში ერთვება თერმოლინისლის ტექნიკა, რის მეშვეობითაც ყველა ადმინისტრაციული ერთეული ღამის საათებში იწამლება. რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, თერმოლინისთან მიმართებაში ყველა უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცულია. რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებას, არაუმეტეს ერთი დღით ადრე SMS შეტყობინების სახით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, შემდეგ უკვე ადგილზე ჩასულს ჩვენივე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს წამლობის დაწყებამდე არაუმეტეს 1 საათით ადრე მოსახლეობის სიტყვიერი გაფრთხილება. რომელ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიება? ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს წამლობითი ღონისძიებები. ყველა ერთეული ტექნიკა ჩართულია წამლობაში, ეს იქნება წერტილოვანი წამლობა ადმინისტრაციულ ერთეულში თუ მძიმე ტექნიკით მიმდებარე ტყის პერიმეტრისა და ჯაგნარების დამუშავება, ასევე რძის ფაზაში მყოფი სიმინდის მასივების დამუშავებაც აქტიურ პროცესში მიმდინარეობს. ასევე დავამატებდი იმას, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ღამის საათებში მიმდინარეობს თერმული ნისლით ინტენსიური წამლობითი ღონისძიებები. რამდენად არის ჩართული სამუშაოების განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობა? რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ჩვენი წარმომადგენლები ხვდებიან ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მათ ვაცნოთ გეგმის განხორციელების შესახებ. მათი ჩართულობა ამ ყოველივე კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირების მხრივ. რას ურჩევთ ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას? ის, რასაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წამლობითი ღონისძიებები ხორციელდება, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეული ფერმერი, ადგილობრივი ფერმერი და ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად ჩაერთოს მავნებელთან საპრევენციო ღონისძიებებში. თავიანთ საკარმიდამო პერიმეტრსა და მიმდებარე კულტურებზე მაქსიმალურად განახორციელონ აგროსქემებისა და აგროგეგნის მიხედვით წამლობითი ღონისძიებები. და ბოლოს რას დაამატებთ? ბოლოს დავამატებდი იმას, რომ მე მინდა კიდევ ადგილობრივ მოსახლეობას თითოეულ მათგანს ვთხოვო ის, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წამლობით ღონისძიებებში ძალიან დიდ როლს თამაშობს მათი ჩართულობა და მოუწოდებ იმისაკენ, რომ თავიანთ საკარმიდამო პერიმეტრზე და თუნდაც სხვადასხვა კულტურებზე, ეს იქნება სიმინდის მასივი, თხილის ბაღი და ასე შემდეგ, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები მავნებელთან წამლობით ღონისძიებებში, რათა მავნებლის არეალი მინიმუმამდე დავიყვანოთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული თითოეული წამლობითი ღონისძიება მავნებელთან მიმართებაში არის სასოფლო-სამეურნეო კულტურასთან ასოცირებული. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, მიმართავ კიდევ ერთხელ მოსახლეობას სახელმწიფოსთან ერთად მაქსიმალურად ჩაერთონ მავნებელთან წამლობით ღონისძიებებში. რათა კიდევ ერთხელ დავამატებ იმას, რომ მავნებლის არეალი საგრძნობლად შევამციროთ. რაც შეეხება დამატებით კითხვებს, მოუწოდებ მოსახლეობას, რომ დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენი სააგენტოს ხელხაზე 1501-ზე. სხვა შემთხვევაში კი შეგიძლიათ მიმართოთ აზიური ფაროსანას მართვის ცენტრს.
მე მაყურებელ შევახსენებ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ცენტრის სენაკი აბაშისა და იმერეთის ჯგუფის უფროსი გიორგი მიმინაშვილი. მადლობა თქვენს ტელევიზიას გადაცემაში მოწვევისთვის. მსგავსი გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს მოსახლეობა მავნებელთან საპრევენციო ღონისძიებების ჩატარების მხრივ. რგავ, ული, ელოდები. ყველაფერი რიგზეა, სანამ არ გამოჩნდება ის აზიური ფაროსანა. წერი, რომელიც ჩვენს ნაშრომს ანადგურებს. ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი. ადგილი, სადაც ყოველდღიურად ფასდება ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები და იგეგმება მავნებელთან ბრძოლის შემდეგი ნაბიჯები. ფაროსანას ადგილმდებარეობა და რაოდენობა წებოვანი ხაფანგების საშუალებით დგინდება. მოჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში იგეგმება ტერიტორიის შეწამვლა. აზიური ფაროსანას გავრცელების ზონა იდენტიფიცირებულია. მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით იწყება. შეწამვლამდე მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინება ეკსავნება. მეფუტკრეებს კი გაფრთხილება არ გამოუშვან ფუტკარი. შესაწამლი ღონისძიებების შესახებ განრიგები შესაბამის ვებგვერდებზეც ქვეყნდება. საღანე ფაქტობებს, ნარგავებსა და ტყის პერიმეტრებს სპეციალისტები ცივი შესხურების პრინციპით წამლავენ. დასახლებული ადგილები კი თერმული ნისლით მუშავდება. მთავარი პრინციპი მაქსიმალური ეფექტით მინიმალური ზიანია. ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დიდი როლი აქვს თავად მოსახლეობის ჩართულობასაც. რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში შედეგი გარანტირებულია. მავნებელთან ბრძოლის კიდევ ერთი ხერხი მისი მოზიდვა და ადგილზე განადგურება. ასეთ დროს შესაბამისი პრეპარატით მუშავდება ხე, რომელზეც დამონტაჟებულია ფერომონი. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არაყვავილოვანი ხეები გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტო სპეცტექნიკის საშუალებით ყოველწლიურად 300,000 ჰექტარზე მეტ ფართობს ამუშავებს. შედეგიც ნათელია, მავნებლის გავრცელება ეტაპობრივად იკლებს. მოსავლის დაზიანების რისკი კი წლიდან წლამდე მცირდება. ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას.